საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აღდგენის ეროვნულმა კომიტეტმა 26 აგვისტო გამოაცხადა ტერიტორიების მიტაცების დღედ და 2013 წლის 26 აგვისტოს დილიდან ატარებს მიტინგს რუსთაველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან. 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს რესპუბლიკის კანონიერების აღდგენის ეროვნული კომიტეტის ტრადიციულ ოთხშაბათობაზე კომიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ცალკეულ პირებთან შეხვედრაზე, ნაციონალისტური მოძრაობის წარმომადგენლების თანდასწრებით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა გიორგი კერვალიშვილმა წამოაყენა განსახილველად საკითხი 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. 2008 წლის 20 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ იმჟამინდელი ევროკავშირის თავმჯდომარის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თაოსნობით ქართველი ერის ზურგს უკან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც სასწრაფო წესით ხელმოსაწერად საქართველოს საოკუპაციო ადმინისტრაციის კანონმემკვიდრეს სააკაშვილს ჩამოუტანა. ჩვენის ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიღებულა. მისმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერამ ფაქტიურად ხელფეხი გაუხსნა იმას, რომ რუსეთის ფედერაციას ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით ეღიარებინა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ყოველგვარი ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აღდგენის ეროვნულმა კომიტეტმა 26 აგვისტო გამოაცხადა საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დღედ და 2013 წლის 26 აგვისტოს ეროვნული კომიტეტი დილიდან ატარებს საპროტესტო მიტინგს რუსთაველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც გამოცხადდება ამ კომიტეტის განცხადება საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს ეგრეთ წოდებული ომის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კომიტეტის სახელით გიორგი კერვალიშვილი, ბესარიონ მიქავა, დავით ბერძენიშვილი, ვლადიმერ ხმელიძე, გიორგი თევზაძე, დიმიტრი ომანაძე, თბილისი 2013 წლის 16 აგვისტო. 26 აგვისტო ძირძველი ქართული მიწების მიტაცების დღეა. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ედუარდ შევარდნაძე და სააკაშვილი უნდა გასამართლდნენ. საქართველოს რესპუბლიკის აღდგენის ეროვნული კომიტეტის განცხადება. საქართველოში 1991, 92, 93 კრიმინალური სამხედრო გადატრიალების შედეგად ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დამხობილ იქნა და ახალგაზრდა თავისუფალი რესპუბლიკა სისხლში იქნა ჩახშობილი. მოხდა ქვეყნის ოკუპაცია და 1992 წლიდან დღემდე ქვეყანას მოევლინა გარეშე ძალების მიერ დასმული საოკუპაციო რეჟიმები, ადმინისტრაციები. ბნელმა ძალებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ესე გარეთ, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელ და სამართლებრივ სახელმწიფოდ არ შემდგარიყო. უფრო მეტიც, მომხდარიყო ქვეყნის დეზინტეგრაცია, ანუ ტერიტორიების გეგმაზომიერი ჩაბარება გასხვისება, რაც ედუარდ შევარდნაძემ განამტკიცა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ზურგს უკან, დაგომისის, სოჭისა და მოსკოვის ხელშეკრულებებით. საუბედუროდ, ჩვენი თაობისათვის კატასტროფა არის, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი სამშობლოს ისტორიული ტერიტორიები, იგულისხმება აფხაზეთი და სამაჩაბლო, საქართველოს შემადგენლობაში დე ფაქტოდ უკვე აღარ არის. შევარდნაძე სააკაშვილის ანტიქართულმა ტერორისტულმა რეჟიმმა პროვოცირებული აფხაზეთის 1992, ცხინვალის 2008 წლის ომებით მისცა საშუალება რუსეთს მიეტაცებინა ეს ორი ძირძველი ქართული ტერიტორია. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უშუალო ბრძანებულებით აღნიშნული ტერიტორიები იურიდიულად იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების უზენაესი საბჭოს აღდგენის ეროვნული კომიტეტი თვლის,
რომ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები მიზნად ისახავდა საქართველოსგან ისტორიული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების საბოლოო ჩამოცილებას. სამწუხაროდ, ბოლო 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში მომხდარი საქართველოს მიწების გასხვისება დაკარგვა საქართველოს უახლესი ისტორიისათვის ტრაგიკულად დაგვირგვინდა საერთაშორისო ძალების დიდი ხელშეწყობით. აღნიშნული კომიტეტი 26 აგვისტოს აცხადებს ქართული მიწების მიტაცების დღედ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში პუტჩის შედეგად მოვლინებულ შევარდნაძე სააკაშვილის არაადამიანურ, ანტიეროვნულ, ტერორისტულ რეჟიმს, რის გამოც კომიტეტი კატეგორიულად მოითხოვს ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის ამ ორი პიროვნების პასუხისგებაში მიცემას, რაც საწინდარი იქნება საქართველოში სამართლიანობისა და ლეგიტიმაციის აღდგენისა, რაც თავის მხრივ საფუძველია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული თანხმობისა. ეროვნული კომიტეტის სახელით გიორგი კერვალიშვილი, ადამიანის უფლებადამცველი. ბესარიონ მიქავა, იბერულ-კავკასიური მოძრაობა. ადვოკატი დავით ბერძენიშვილი, პატიმართა უფლებადამცველი გიორგი თევზაძე. დიმიტრი ომანაძე. თბილისი 2013 წლის 22 აგვისტო.